სალამი, მე ვარ კახამშვიდობაძე, დამდგმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი. გადავწყვიტე ახალი ვიდეო სერიების გადაღება. სამწუხაროდ ქვეყანაში არ გვაქვს ისეთი მაღაზია, როგორიც არის B&H-ი, სადაც შესაძლებელია მიხვიდე, გატესტო ახალი ტექნიკა და მაგის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება შეიძენ თუ არა. ამისთვის ძირითადად მივიმართავთ ხოლმე ჩვენ მეგობრებს, კოლეგებს, ან პოსტავთ Facebook-ზე. და გვაინტერესებს სხვისი გამოცდილება ამა თუ იმ ტექნიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე დავიწყო სერია რადევს ფოტოგრაფის ჩანთაში ან ვიდეო ოპერატორის ჩანთაში. ამიტომ არ დაგავიწყდეთ აღწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. ახლა ვართ Red Panda Rental-ის სტუდიაში, სადაც ჩვენი სტუმარი არის ძალიან ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი, რომლის ფოტოსაც შეხვდებით თუ არა Facebook feed-ზე, ეგრევე შეგიძლიათ ამოიცნოთ. ეს არის შერმაძანა. მადლობა გიორგი, რომ მოხვედი აგერ ჩვენ პატარა სივრცეში. მადლობა პირიქით თქვენ მოწვევისათვის. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სერია არის და იდეა არის კარგი იქიდან გამომდინარე, როგორც შენ ახსენე, რომ დღეს არ გვაქვს იმისი ბაზარი ჩვენთან, რომ ბევრი ტექნიკა იყოს, სადაც მივხვალ მაგალითად შეამოწმებ და გატესტავ ხო რაღაც კონკრეტული თუ გჭირდება. ამიტომ უჯერებთ ხოლმე ძირითადად YouTube-ის ვიდეოებს რა და ეს ალბათ ის მომენტი არის, როდესაც თითოეული ფოტოგრაფი ვინც მოვა აქ, მოყვება თითოეულ ნაწილზე, თითოეულ მაგალითად კამერაზე, ლინზაზე და ასე შემდეგ, როგორ იყენებს და რამდენად გამოსადეგი არის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. თავის გამოცდილებასაც თითოეულ ნივთთან დაკავშირებით. მეც პირადად დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ გადაცემას არ გამოვტოვებ და ყოველთვის ყურადღებით თავიდან ბოლომდე უყურებ ყველა თქვენს ვიდეოს. მადლობა, მადლობა. გიორგი არის ფოტოგრაფი, მაგრამ მის პროფესია შენი არ არის, ესე ვთქვათ, ძირითადი ფოტოგრაფი. პროფესია არ არის კი ფოტოგრაფია. მაგრამ იმდენად გიყვარს, რომ შეგვიძლია ღამეები გაათენო. თავიდან იყო ჰობივით, ასე ვთქვათ და მე უფრო და უფრო ასე ვთქვათ ჩამithრია რა და დღესდღეობით ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჩემი ყოველდღიურობის ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს ამას. ერთი არის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება სიამოვნებს და მეორე არის, რომ რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის თუნდაც ტურიზმში, თუნდაც პოპულარიზაციაში რაღაცა წვლილი შემოგვს, იმიტომ რომ ფოტოებს ძალიან ბევრი ნახულობს, მათ შორის კომენტარებსაც ვთქვათ, გამომწერებით ძალიან ბევრი ყავს უცხოელები და როდესაც ვხედავ, რომ თქვათ უცხოელები მიწერენ, კიდე უფრო ასე ვთქვათ, мотивация იმისა, რომ ანუ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის სილამაზე და ასე შემდეგ. თან ფოტოგრაფიულად ძალიან კარგი არის. თან შენი ფოტოები გამორჩეულია რა. კი, ანუ ფოტოებზეც ახლა მართალი რო თქვა, ანუ არის ფოტო რაღაცა მიმდინარეობა, რომელზეც კონცენტრირდები რაღაცა კონკრეტულს იღებ და ეს ის არის, სადაც ყოველდღე იდეას ეძებ რა. ის არის, სადაც ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსაკუთრებული შექმნა რა, იმიტომ რომ დღეს ჩვეულებრივი სნეპშოტები გადაღებული, აი მარტივად გადაღებული სურათები თუნდაც მობილური ტელეფონით ძალიან ბევრი არის რა, მაგრამ ზუსტად მიზანი არის ის, რომ ისეთი უნდა გადაიღო, რომ გამოირჩეოდეს, ანუ ყველაზე განსაკუთრებული იყოს, ყველაზე რთულად გადასაღები იყოს, წარმოუდგენლად გადასაღები იყოს. და ამას აქვს ალბათ ერთ-ერთი ძალიან ეს შემოწმებში ძალიან კარგად ჩანს და იკვეთება. ერთსაც კითხავს, სანამ გადავალთ ძირითად ნაწილზე, რამდენი წელია რაც იღებ? ალბათ უკვე 10 წელზე მეტი არის, რაც ფოტოგრაფი თუ სერიოზულად დავინტერესდი, ესე ვიტყვი. მანამდე ძალიან მოყვარულის დონეზე რაღაც უბრალოდ კამერა მქონდა და სახლის პირობებში ბავშვებს ვიღებდი, იქ მეზობლებს ვიღებდი. როგორც ყველა ის. არა პროფესიულად, ანუ ძალიან ისე და შემდეგ უკვე რაღაცნაირად გამიჩნდა იმის სურვილი, რომ უფრო კარგი კამერა მქონოდა, თუმცა დღეს ხვდები, რომ კარგი კამერის პროპორციული არ არის კარგი ფოტოგრაფობა და ამან ასე ვთქვათ, კიდე უფრო ხელი შემიწყო, რომ რაღაცები განვითარებინა. რეალურად ჩემი განვითარების ძალიან დიდი წვლილი არის ის მაყურებელი, ის დამთვალიერებელი, ის გამომწერი, რომელიც მყავს. იმიტომ რომ მათი ნათქვამი ყოველ კომენტარს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 10 წლიან პერიოდში გამოცდილებას დიდი დაგიგროვდა ტექნიკასთან ურთიერთობის და მოდი რაღაც აი ამ გამოცდილებას დაყნობით, ახლა დავიწყოთ შენი ჩანთის განხილვა. კი ბატონო. პირველად ვთქვათ, რა ჩანთა არის რა, მოდი აი იმისთი. ხო, ეს ჩანთა უკვე დიდი ხანია მაქვს. ალბათ 6-7 წელი არის, რაც ეს ჩანთა მაქვს. ცოტა შეილახა ახლა. მით უმეტეს, როდესაც მიწევს მთებზე სიარული, იქ ტალახში სიარული და რაღაცა ილახება ჩანთა რა. 7 წელი საკმაოდ დიდი დროა ჩანთისთვის. მაგრამ მაინც ყოველდღიურად ვიყენებ ამ ჩანთას. ერთი ის აქვს კარგი, რომ დიდი არის, ბევრ რაღაცას იტევს.
ცუდი ის არის, რომ ძალიან მძიმე არის და ხანდახან თვითონ ჩანთა მძიმე თუ ის რაც შეგნით. ყველაფერი რაც დევს ძალიან ამძიმებს ჩანთას. თვითონ ჩანთა არ არის. და რა ბრენდია? ეს არის რა გარდის ჩანთა არის, ვერ ვიტყვი ზვირიანია, ზუსტად აღარ მაქვს რამდენი მაქვს გადახდილი, მაგრამ BH-ზე შევიძინე. საკმაოდ კაი ბრენდი არის, ამის სხვა ჩანთაც გქონდა მე, მაქვს ლეპტოპის ჩანთაც შემდეგ უკვე ამ ბრენდი შევიძინე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მომწონს. ერთადერთი რაც არ მომწონს ამ ჩანთის არის აი ეს ხმა. ძალიან ხმამაღალია ამის შეფურის ხმა და ოღონდ სახში ხვდები რამე რომ ვიპარები ხოლმე ჩუმად რომ მინდა გასვლა რაღაცა და იმის ჩანთის ელის ხმაზე სუგო ეგრევე ხვდება რომ ვივდივარ ეგრევე გადიხარ ეს ნიშანია ეს მაგის მაგრამ სამაგიეროდ სქელია და ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ელვა ქონდეს ჩანთა ზოგადად იმიტომ რომ არ გადმოიყაროს შემთხვევით ის ზვირიანი ტექნიკა არა მაგალითად ნამდვილად დაცული არის ტექნიკა რა და შემიძლია რა ვიცი მივყვეთ თუნდაც უზედა ჯიბიდან დავიწყოთ კი დავიწყოთ გარედან ეს არის სწრაფი ჯიბე ესე ვეძახი სადაც აი უცებ თუ რაღაც დამჭირდა ესეთ რაღაცებს ვინახავ ხოლმე ძირითადად პატარა ჯიბი არის ესე ოღონდ მთლიანად იხსნება ესე გადმოდის და აქ არის პატარა ჯიბების რაღაცების შესანახად მაქვს აქ ხუფები მაქვს იმისი აი ამოვალაგებ ვარემ რომ კამერის ხუფები და ობიექტივის Sony-ა და გამომდინარე რომ ხანდახან Windows გაწრუპოც მიყვარს გასაცმელის დამოქვს ხოლმე მაინც screen-ის ფოტოს ხო აი ხედზე როდესაც გახარდა ფოტოც გამოვა იქ ეგ ამბავი აღსანიშნავი არის კი და ზოგ შემთხვევაში ვინო უხდება ხოლმე ეგეთ ადგილებს გააჩნია. ესეთი ისა მაქვს რა ქვია ალბათ ბევრს ეწოდინება ეს როგორც სენსორის საწმენდი. მაგრამ მე ამას უფრო ლიზების საწმენდად ხმარობ რა. ანუ სენსორის საწმენდი კი, მაგრამ ერთჯერადად რო გაწმინდავ, მე აღარ გადააგდო, ხო? ამას არ ვაგდებ და ლიზის საწმენდა ძალიან კარგი არის რა. ეს კუთხეებში, აი კარგად უდგები კუთხეებში და საკმაოდ კარგად იწმინდება, ასე რომ არ უყრი ხოლმე ამებს, ასრულებს. აქვე მიდევს ეს ჩემი GoPro რომელსაც ვერ ვიტყვი რომ ძალიან ხშირად ვიყენებ, მაგრამ აი მანქანაზე ვამაგრებ ხოლმე. როდესაც გზას და რაღაცეებს. გზას რო ვიღებ, ან მაგალითად აი ყოფილა რაღაცა თქვა ტექნიკას ვიღებ, რაღაცა აი ტრაქტორები და რაღაცეები იყო, იმის ქვეშ დამაგრებია და ძალიან საინტერესო იმის. ექშენ კემი არის და GoPro ზოგადად ძალიან კაი ინსტრუმენტი არის. ძალიან კაი არის, ძველი არის ეს, საკმაოდ ძველი ვერსია, 8 არის თუ არ ვაშლი. მე უფრო ძველი მაქვს 5. ხო, მაგრამ ანუ სტაბილიზაცია უკვე ეს იყო მოდელი, რომელიც სტაბილიზაცია ძალიან კარგი გააკეთეს, ხარისხის ნორმალური არის და საკმაოდ ხშირად მაგის მერე მეგონი ხა მე-14 არის GoPro. ეხლა ახლები კი. კარგით გავაგრძელოთ, შემდეგი პატარა ჯიბე აქვს აქ კიდე ერთი, აქ მაქვს ეს სათადარიგო ყურსასმენები ყოველი შემთხვევისთვის, რომელსაც ვიყენებ როგორც ლეპტოპზე, ისე შემიძლია ვთქვა სხვა იმაზე გამოვიყენო, გადამყვანივი მოყვება თავისი, ანუ ეს ჯეკიც აქვს და Type-C-ზეც ერთდება და კარგი არის. მეგონა რომ უფრო კარგი იყო ამას რო ყიდულობდი, მაგრამ რაღაცებში არ გამიმართლა, რა ცოტა ისეთი არის. ანუ სხვას იყიდიდი ახლა. კი, ალბათ სხვას ვიყიდიდი, ხო. ეს არის Logitech-ის უნდა იყოს, თუ არ ვცდები, Logitech-ის არის, თან Logitech-ი გამოირჩევა ესე ტექნიკა კარგი აქვს. კი, ზოგადად მაუსი კლავიატურა ძალიან ვენდობი, მაუსი კლავიატურის ნაწილში ძალიან ვენდობი. მაგრამ ყურსასმენებში ასე ცოტა იმედები ვერ გაამართლა. ვერ გაამართლა, მეგონა რომ საკმაოდ კარგი იქნებოდა. ოკეი. მაგრამ მაინც მაქვს ესეთი ყოველ შემთხვევაში თვის პარკში შეხვეული ესეთი დანა ჩანგალი, ხო, და კოსი, ხო. არ ვიცი სად მოხვდები, ანდაათ მოხვდები. გამოგიყენებიან? კი, ხო, ეს არის Decathlon-ის. ძალიან ისეთი არის, რა ქვია. აი მაგალითად რომ დავდივარ სადმე თაში და იმაში, ან თუ რაღაც ის საკვები მაქვს დაღებული და რაღაცაში მაგის ეს არის. ნუ ეს ახლოს არის აქვე ეგ მოგზაურის წესი თანდები არის. თავის ადგილი უკავია რაღაცნაირად. უბრალოდ ცოტა უცნაურია რომ კამერის ჩანთაში არის ეს და არა მაგალითად მანქანაში სადღაცას ძალკე მაგისტის. არა და მანქანაში მაქვს რაღაცა მსგავსი ისინი, მაგრამ რატომღაც აქ ამოყო თავი. მე მგონია რომ ხშირად არ შეგხვდება დანაჩანგალი კამერის ჩანთაში. კეთილი, ანუ შემდეგ განყოფილებაზე რო გადავიდეთ. აქ ეხლა მაგალითად მე ლეპტოპი მაქვს ჩაყვეხებული, თორე შესაძლოა ეს სხვა რაღაცისთვის იყოს უფრო განკუთვნილი. შეიძლება უფრო პლანშეტისთვის. ხო, ან ცოტა პატარა ლეპტოპისთვის. რო საკმაოდ დიდი და მძიმე ლეპტოპი. ჩემი დიდი ლეგიონის ლეპტოპი კარგად ეტევა მაინც მიუხედავად ამისა. ხო და მე ფაქტიურად ყველაფერს ამაზე ვაკეთებ ყველაფერს კი, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი არის, i9 პროცესორით არის, 64 აქვს ოპერატიული, 64 გიგაბაიტი, გრაფიკული პროცესორი არის Nvidia-ს 4070, 8 გიგაბაიტი M2 დრაივი, მეოთხე თაობა მიყენია 2 ცალი, მონსტრია.
მოკლედ ძალიან ის არის, რა ქვია, კარგი არის. ფოტოებს ჭირდება რა, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ რა ყველგან შეიძლება რაღაცები დაამუშავო. მაინც საჭიროა მძლავრი მანქანა იმისთვის, რომ დიდ დამუშავებასაც გაუძლოს და შესაბამისად სწრაფადაც აკეთოს საქმე. კარგად მეხმარება აბსოლუტურად ყველაფერში. ერთადერთი რაც არ მომწონს ამ ლეპტოპის არის, რომ card-reader-ი არ აქვს. Card-reader-ი. ხო. როგორც არ უნდა ისე მოგოჩვენოს, რომ card-reader-ი აიღე USB-ში აერთე და გადაწერე, მაგრამ აი დისკომფორტი არის მაინც რა. მაინც ის ამოიღე შეაერთე, დისკომფორტია. ელემენტი ცოტა ხანი ყოფნის, იმიტომ რომ მძლავრია. i9 პროცესორი არის. ხო. და კეთილი მიყვეთ ფილტრები აქვს აქ დანარჩენი უკვე ჩაყრილი მაქვს სხვა ფილტრები. აუ რა ფილტრებს ხوارობ. ესე იგი, ეს არის кайф კონცეფტი, რომელიც ვერ ვიტყვი რომ ძვირიანები არის, ეს არის იაფიანი ფილტრები არის, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. მათ შორის ახლა ეს არის შუქების, აი ღამის შუქების, ქალაქის შუქების დამაბალანსებელს ეძახიან უფრო რა. იშვიათად ვიყენებ ძალიან ამას. მაგრამ ის არის, რა ქვია, მე ამის რევიუები რო ვნახე, ძალიან მომეწონა და მე რამდენჯერმე გავტესტე და გამოვიყენე, ვნახე რომ მართლაც აქვს ხოობა. აი ძალიან ნამცეცისოდან ოდენოს ხოობა, იმიტომ რომ აი ყვითელი შუქები რაც არის ქალაქის, იმას ცოტა ახშობს და ჩრდილების ამოწევის საშუალებას გაძლევს. ეს ყვითელ ჰაილაიტებს ახშობსავით და აი ნახე ფერიც ისეთი აქვს, რომ დააკვირე ალურჯებს თითქოს ალურჯებს იმას. კი, ან და ეგ ეფექტი აქვს ამას. სათვალეზეც კარგად გამოიყენებდი ისეთი შუშა აქვს რა. ხო. კი, ანუ ზუსტად მაგაზია გათვლილი თუ ანუ შუქების ის არის ცოტა. Natural Night. ესე ქვია ამ ფილტრს. მეორე ფილტრი. ეს არის იგივე ბრენდის არის, მაგრამ ეს გარდამავალი არის. გარდამავალი ნეიტრალური. ხო, ოდესაც ცას იღებ, ხო? უფრო ზედა მხარეს აყენებ ცას, ან თუ რაღაცა დაბლა არის გადანათებული, რომელიმე კუთხე, იმაზე ასწორებ რა. ხო, ნუ ეს ძირითადად თავად გამოიყენება ხოლმე აი ლანდშაფტებზე ვიყენებ. ხო, ლანდშაფტებზე, ლანდშაფტებზე ცა და ის რომ გათანაბრდეს. ზოგადად ფილტრების გამოყენების კუთხით ვარ ძალიან ზარმაცი. გულისხმობ, რომ ანუ როდესაც საქმეზე მიდგება, ძალიან მეზარება ხოლმე ფილტრის ამოღება და მორგება და გასწორება. მაგრამ არის სიტუაციები, როცა გჭირდება. ხო, ეს სხვათა შორის ფოტოშიც გამოიყენება და ვიდეოში უფრო სასარგებლოა ხოლმე რა. ეს გამო. ხო, ეხლა გადავიდეთ ძირითად განყოფილებაში. ძირითად განყოფილებას ალბათ აქედან ხوار დავიწყოთ ეს პატარა ჯიბეები. ეს პატარა ჯიბეები. აქ ჩიპების ვინახავ, ანუ სათადარიგო ჩიპები, რაც მაქვს. ბევრი არ ჭირდება ხოლმე. ლექსარები ძალიან მიყვარს. ჩემი საყვარელი. ძალიან კარგია, კი. ხო და მე ვერჩი ლექსარს რა. რატო ვერჩი? იმიტომ რომ მქონდა შემთხვევები, როდესაც ვერ ჩაწერა. V60-მა მასალა მაგალითად. C70 ბრალი ხო არის? Canon. ეგ არა, ეგ იყო ლექსარის ბრალი. რო ვერ ჩაწერა. მაგრამ ხო, ეგ ეხლაც ჩემ მეგობარს FX3-ზე დაეკარგა ლექსარზე მასალა და არ ვიცი, აი ეს არის. ცოტა ეგ გამიშ, აი ბრენდ ერთხელ რო რაღაცა გიმტყუნებს, მერე რო ვერ მიგეცება ეგ. ასე მექვს პროგრეიდი, ეს არის პროგრეიდი. აი პროგრეიდი ძალიან ვაფრთხილებ. პროგრეიდი ძვირი ხის ძალიან. კი. მაგრამ კარგი არის, მომწონს. გადავიდეთ შემდეგ იმაზე. ანუ ბევრ იმაზე შეიძლება დავხარჯოთ დრო, მაგრამ რაღაცებს მაინც ვიტყვი. აქ მაქვს ეს რა შავი დღის ასილარი. შავი დღის ასილარი. ხო, ესე მაქვს ჩაკუჭული, მაქვს ასლარიანი აქ, რომ რაღაცა თუ მომიხდა. ჩაკუჭული ასლარია. ხო, რაღაცა თუ მომიხდა სადმე და ამ ჩანთი თუ არ და აღარაფერი აღარ დარჩა და ვერსად ვერ მივდივარ, ეს ასილარი არის რა. ბენზინი თუ გაგითავდა? ბენზინი თუ გამიჯდა, ტელეფონი თუ გამეთიშა, ის ბარათი ვიხდი და რაღაცა. ეს ასილარი არის. ეს ასილარი მადგება რეგიონში ჩავალი და დავინახე ვიღაცა ბებუყიდის ძალიან გემრიელ სულგუნს, ხო? და მაგ შემთხვევაშიც მადგება ხოლმე ეს ასილარი. აქ ეხლა რაც შეეხება ამებს, აქ მაქვს უკვე ელემენტები, სათადარიგო ელემენტები მაქვს. კამერის ელემენტები, სამაგრები მაქვს. სონის ელემენტი მაქვს. აქეთ მაქვს უკვე ეს ადაპტერები სხვადასხვა სახის. ეს არის მაგალითად ტელეფონის. ძალიან პატარაა, სატარებლად კარგია, მაგრამ და აქ ჩადებ, შტატივის ის აქვს. ხო. შტატი, როდესაც გინდა რაღაცის ჩაწერა მაგალითად. და ეს ძალიან მოსახერხებელიც არის. ანუ დაკეცილი პატარა არის ძალიან და მაგიტო ვიყიდე ეს. შტატივზეც მარტივად. ეს ყოველთვის მაქვს. ამას ამაგრებ და ჩვეულებრივად ტელეფონი გადაგაქვს შტატივზე. და დიდი ის. ეს დამატებითი პლეიტი ესე თქვა. კი, დამატებითი პლეიტი ყოველთვის გამოქვს ხოლმე. აქ დანარჩენი უკვე წვრილმანი ადაპტერებია.
ხო. ამ ერთ საიტს ვინე უცებ გაჩვენებ. ესენი არის Type-C-დან USB-ზე გადამყვანები, მიკროდან გადამყვანი, პატარა card reader-ი, მიკროსი. მოკლედ ყველანაირი გადამყვანი Type-C, მიკრო და USB არის კიდე აქ. აბა, წავიდეთ ცოტა შიგნით ახლა. წავიდეთ ახლა ტექნიკაზე. დავიწყოთ ალბათ, რა ვიცი, დრონით დავიწყოთ. ხო, დრონით დავიწყოთ, და. დრონი, ну, ჩემი ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილი არის. ეს არის DJI Mavic 3. და, რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ რა. ეს Pro არის თუ? არა, ჩვეულებრივი 3 არის. ანუ ტელეფოტო აქვს ობიექტივი და wide. ორი ობიექტივით არის. ხარისხი საკმაოდ კარგი აქვს. მათ შორის ფოტო ხარისხი, ვიდეო ხარისხი ძალიან კარგი აქვს. ხანდახან მგონია ხოლმე რომ კამერის ნაცვლად მეთქი ეს დავიჭირო მეთქი და თან ეს მიღებული პრაქტიკა არის, სტაბილიზაცია ძალიან კარგი აქვს. DJI ამ ბოლო დროს თან განსაკუთრებით. ხო და ანუ იგივე ახლა ფეხები რო გაუხსნა და დაიჭირო ხელში, ჩვეულებრივად ხელითაც გადაიღებს ძალიან კაი იმას. თავისი სტაბილიზაციით. სტაბილიზაციიდან არის ეგ მიმდინარეობა, რომ იღებენ ესე დრონებით, პორტრეტებსაც იღებენ და ხო და მაგამ ბავშვი ძალიან კაია. ტელეფოტო ძალიან კარგი აქვს. ხო, თან ოპტიკური ტელეფოტო აქვს. ოპტიკური კი საუკეთესო არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ ვერც იქნება ახლა ესეთ პატარა იმას ჩაშენებული. მაგრამ ის რო ცაშია ეს და იქ ციდან იღებს ამ ყველაფერს, მაგამ ბავშვი ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად. ეს არის ჩემის ეს რა ქვია ძირითადი დრონის სისტემა. ერთი სადაც არის გოელი. რამდენი ხანს იძლებს? დაახლოებით ანუ 30 წუთი ძლებს. ხო. ამის ელემენტი. ამის დაახლოებით 30 წუთი ძლებს. აი მქონია სიტუაცია, როცა მესამე ელემენტის შეიძლება დამჭირდეს. მაგრამ თუ კარგად გათვლი, მესამე ელემენტი არ გჭირდება. მანქანის დამტენი? მანქანის დამტენი მაქვს კი, მაგას ვამბობ, რომ ანუ თუ კარგად გათვლი ის რომ მანქანას, თუ მაგალითად მანქანა შორდები და უნდა წასული იყო და სიტყვა 8 საათი სადღაც გადაღებაზე უნდა იყო და მანქანა არ ყავს ან ყვება არ არის, ხო? მაგ შემთხვევაში ალბათ დამატებით მექნებოდა კიდევ ერთი ელემენტი. კი. თუმცა ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, ორი ყოფნის ორი. ხო, ნუ შემდეგ ახლა გადავიდეთ მიკროფონებზე გეტყვი. მიკროფონებსაც ვიყენებ, იმიტომ რომ რაღაცა ლოგები ვაკეთებ ხოლმე. მიკროფონების სისტემა აქვს ესეთი Synco, რომელიც არის იაფიანი. Synco სიმართლე გითხრა პირველად. იაფიანი ის არის. პირველად გავიგე ამ ბრენდის შესახებ. მაგრამ ანუ რა ვიცი, რევიუები ვნახე სანამ ვიყიდიდი ამას. ფასი ვნახე, ძალიან კარგი ფასი ჰქონდა, სადღაც $80 ნაკლები ღირდა. სადღაც დაახლოებით უხეშად 200 ლარის ფარგლებშია დაახლოებით ამისი ფასი. ორიანია, მეტი არ მჭირდება, იმიტომ რომ ესეთი ინტერვიუებს იმდენად არ ვაკეთებ ხოლმე, ძირითადად ლოგებს ვიწერ, შესაბამისად არ მჭირდება და პირდაპირ ისინი აქვს, რა ქვია, ჩამხშობები რაღაცები აქვს თავისი, ვერ ვიტყვი საუკეთესოა, მაგრამ ფასთან შედარებით, ეხლა Rode-თან შედარებით დაახლოებით ნახევარი ის ალბათ Rode-ის. ვერ შევადრი ახლა ხარისხში ხო, უნდა დააკვირდე, რომ მივხვდე, რომ Rode უკეთესია. და ბევრ შემთხვევაში ტელეფონში როდესაც უყურებ და რაღაცა ხო, ანუ ვერ გაარჩევ ხმას რა და ხო, იმ მომენტში თან ვიფიქრე, რომ რატო უნდა გადავიღადო ძვირი მეთქი რა. აქეთ მაქვს ესეთი ისინი, რა ქვია, საწმენდების. ოყნასავით ვეძახი ამას არ ვიცი რა ქვია. ოყნა ქვია. ეს ქვია ოყნა. ხო, ეს აუცილებელი ატრიბუტია. კი, აქეთ მაქვს კიდევ ფილტრები იმისთვის, დრონისთვის. ძირითადად ვიყენებ ხოლმე ეს არის ND ფილტრი არის. Variable არის? Variable არის კი. 32-მდე არის. 32. კონტენტ მოხსოვთ. ხო. იშვიათად, მაგრამ ვიყენებ ამასაც რა. უფრო ძირითადად ვიდეოს. ხო. ვიდეოს. ნუ ფოტოზე. ან კიდე ფოტოზეც ვიყენებ, როგორ იცი, აი მაგალითად ესეთი ფოტო გადავიღე, მინდორში ტრაქტორი მიდიოდა და მინდოდა რომ გაიძღაბნა ეს. ისა და მარტო ტრაქტორი ყოფილიყო მკვეთრი. და მაგ დროს დავუყენე ეს შატერ სპიდი აუწი, იმიტომ რომ დღის დღე იყო რა. სხვადასხვა ვერ გავაკეთებდი მაგას და ესეც KNDF-ის არის, ხო? კი. რატომღაც კი, რაღაც დაემთხვა რა არის რომ ხო. ანუ ხარისხით ვერ ვიტყვი რომ საუკეთესოა რა ეს. ხო, არა. მაგრამ low budget-ში გადის უფრო. გაცილებით ნაკლები იყოს და იმის გათვალისწინებით რომ შეიძლება 100 ფოტოდან მაგალითად 10-ზე გამოვიყენო, ან არ გამოვიყენო, მიღრის რომ ეს იაფიანი მქონდეს რა. კაი, გავაგზავნოთ. რა ხომ განათება შევეხეთ. ერთი ჩემს საყვარელი განათება არის. აი ეს პატარა ფანარივით არის. ოღონდ განათება რეალურად LED არის. არის ძალიან ძლიერი. რადიატორები აქვს გარშემო სულ, იმიტომ რომ ძალიან ცხელდება. სავარაუდოდ გამოყენებულია ეს LED ისინი რა ქვია, ტექნოლოგია საკმაოდ ახალი, თავის დიფუზორის აქვს და შეიძლება ითქვას ძალიან ესეთი. ანუ ეს ფანარივით
ფანარივით და ბევრ რაღაცას კარგად იმაშლება. რა იგივე მაგალითად მაკროების გადაღების დროს, ხო? როდესაც ის არის ხელითაც ადვილად მართავ, ანუ არაფერი რაღაც ისეთი არ ჭირდება. აქვს შტატივის სამაგრებიც აქვს, იტენება. სამივე მხრიდან, ხო? არა, ერთი და ორ ხარეს აქვს შტატივის სამაგრი. საკმაოდ მკვეთრი შუქი აქვს, ისე რომ თვალში რო უთხოვს, 3 დონი აქვს იმისი. 1 2 3. და ის ბრენდია სოსია. თუ ვაიდა აუ ბრენდი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ კარგი ბრენდი იყო ეს რო ვიყიდე, საკმაოდ ძვირი გადავიხადე დაახლოებით მაქვს San Diego, California. 150 ლარი მექნება მაგაში გადახდილი, იმიტომ რომ კარგი იყო მახსოვს და თან ფასდაკლებით ვიყიდე და ამას მაგნიტი აქვს. აქ აქვს მაგნიტი. და დამაგრებ. კი, და მანქანაზე ვამაგრებ. ესე იმაზე საბარგულზე და დაბლოს უმინათებს აწეულ საბარგულზე რომ ამაგრებ, სულ გინათებს მთელ იმას რა. ავაგზავნოთ. ეს ხელს გვიშლის და მოდი ბარემ თქვათ რა არის. ხო ეს არის გადასაკიდი ზონარი თუ რაც ქვია, რომელსაც აქვს ეს ჩქარი ჩამკეტები და კამერაზე პირდაპირ ამაგრებ ამას აკეტებით და შეგიძლია მე კამერა ჩამოიკიდო და ასე შემდეგ. ძალიან კარგი არის ეს უბრალოდ არ მოსურა რა ბრენდია, მაგრამ რომელიღაცა ბრენდის პატენტია ეს. აი თავარი არის ჩამკეტები რომ იყოს ხარისხიანი. ეს კარგი არის, საკმაოდ ხარისხიანი არის, ჩამკეტები შედარებით იმასთან ოდნავ ცოტა უხეშია ამისი. მაგრამ ანუ თავიდან რო ყიდულობ და ისე ორიგინალს ვიყიდით. მე ესეთი მიდგომა მაქვს, რომ მსგავსი ტიპის აქსესუარებში მაინც ვცდილობ რომ მაქსიმალურად ხარისხიანი ავიღო. კი. იმიტომ რომ ის 100 ლარი თუ 200 ლარი $6000 კამერას. ხო. აი იგივე არის მაგათ ჩანთაზე რა. ანუ თავიდან რა თქმა უნდა სხვა ჩანთებიც ქონდა და რაღაც, მაგრამ მე ხვდები რომ რატო იხდიან ჩანთაში ძვირს. ხო. მე ხვდები რატო იხდიან ამაში ძვირს. მე ხვდები ჩიპში რატო იხდიან სიტყვაზე 4ჯერ მეც, როცა შეგიძლია რომ მიაღწიო იგივე შედეგს 4ჯერ იაფოთ. ის რაც საფრთხეს უქმნის შენ ტექნიკას ან მასალას, იმაზე ფული არ უნდა დაზოგო ალბათ რა, ეგ არის ჩანთა, ზონარი, რავი, იგივე ჩიპი. კი ბატონო. სამაგრი, როგორც სასაცილოს არ უნდა იყოს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი ამ სამაგრს. თავიდან რომ დავინახე, აი ეს ისინი რო აქვს. ხო, ვინტებივით რაც არის, ხო, ესენი. ფიქსატორები რაც არის, ხო. თავიდან ვფიქრობ, მეთქი აი რა თუნდა მეთქი და მოხსენი პირველი იმებს მოხსენი რა. მე ის რეალებს. ხო. მე მოხდა ის რაც მოხდა და იმის მერე იმის მერე დამატებით ერთსაც ვარობა. კი, არა, ესეთ რაღაცებს ალბათ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მივაქცე და მაგაში ფულის დანანება არ ხდება. ისედაც არ არის ძვირი ეგეთი რა. არ უნდა დაზოგო მაგაში ფული. აი, აბა მოდი გავაგრძელოთ. აი, გადავიდეთ ახლა. აქ ფილტრებს რახან შევეხეთ. ესეთი ჩანთკაც მაქვს პატარა, რომელშიც ასევე ფილტრები მიდევს. ესენი არის ძირითადად პოლარიზატორები. ეს აქვს პოლარიზატორი. ხშირად იყენებ? არა, ძალიან ხშირად არა. ვიყენებ ხოლმე რა. პოლარიზატორს უფრო ვიყენებ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ფილტრი არის ეს პოლარიზატორი მიყვარს. UV-ს არ ვიყენებ, ანუ ულტრავაიოლეტი რაც არის დამცავი ფილტრი. არ ვიყენებ, იმიტომ რომ ერთი რომ დამატებით შუშაა და შენ სიმკვეთრეზე აისახება. ხა წარმოგიდგენთ ძვირიანი ლინზა გაქვს, გინდა რომ სიმკვეთრეზე გადახდილი გაქვს მარტო იმაში რომ ის ლინზა იყიდო გაცილებით ბევრი და ამითი უფუჭებ ხარისხს. კიდე უყენებ წინ შუშას. აი ეგ არის კიდე რომ ფილტრებში რომ იაფს იხდი. კი. ეგ საერთოდ რა. აი აბა მოდი ახლა გადავიდეთ ისეთ ძირითად ნაწილზე, რითიც ქმნი აბა ეს გადავდოთ შენ შედევრებს. კაი, დავიწყოთ, რა ვიცი, კამერებით დავიწყოთ. კი ბატონო. პირველი აგერ Canon-ის კამერა. Sony-ს ელემენტი ამოვიღე წერა. ხო, Canon-ის კამერა არის. ია. მოვიწამლე, შეიძლება ითქვას Canon-ი ცოტა მოვიწამლე გულისხმობ, რომ ანუ ძალიან მომეწონა ეს კამერა, შევიძინე რაღაც კონკრეტული პროექტისთვის და იმდენად მომეწონა, რომ ეხლა ძალიან ბევრ რაღაცას ამით ვიღებ რა. რა კამერაა? ეს არის R7. კროპია, მაგრამ ძალიან საყვარელია რა, ანუ ერთი რომ ხარისხი ძალიან კარგი აქვს, მე ატყობ რომ ეს არ არის მოყვარულის კამერა, მიუხედავად იმისა რომ კროპია და აშკარად ძალიან ანუ ერგონომიული არის. თვითონ ესენის თვითონ მოხერხებულიც არის ბევრ რაღაცაში გამოყენებადი არის, სწრაფი არის, იქ FPS-ები საკმაოდ მაღალი აქვს. და გადამყვანილი კამერაა, რაც Canon-ს აქვს. ხო, ეგ მონაცემები არ ვიცი, მაგრამ ძალიან სწრაფი, კარგად სწრაფი არის, იმაზე სწრაფი არის, ვიდრე მაგალითად აი Sony-ს იმაში მაქვს ხოლმე განცდა რომ რაღაცეები აკლია. ამაზე კარგად გრძნობ თავს. და რა შეიყენებ იუსად რა? ყველაფერი პორტრეტები მიყვარს ამისი ძალიან. თან მაქვს ეს ობიექტივი 85 მმ-იანი. არც თუ ისე
კარგი. ხო, 1:8 არის, მაგრამ საპორტრეტე ძალიან კარგია და პლუს ვიყენებ გადამყვანი, რომელიც ამის დიაფრაგმას 1:8-ს ხდის 1:2-ს. 1:2. და ეს კომბინაცია თან კროპზე რო იყენებ, ხო, გამოდის სასწაული. თან full frame კუთხესაც გაძლევს. ამასთან. ფაქტიურად, კი, ანუ ამის ხარჯზე, ხო, ლინზის ხარჯზე. დაახლოებით უახლოვდება full frame-ის იმას. და საკმაოდ ის არის რა, ძალიან მიყვარს ეს კამერა რა. და დინამიური დიაპაზონი ყოფნის ამის, იმის მიხედვით რომ კროპია რა. ხო, ანუ არის რაღაცეები, ანუ კროპში დიაპაზონის თემა უფრო არ არის პრობლემა, ვიდრე ISO-ს გამოყენება. ამ შემთხვევაში ახლა ჩემთვის პრობლემა არის ის, რომ მაღალია ISO შეიძლება ვერ გამოვიყენო. ანუ 6-ის ზევით. ასტროს და რაღაცების გადაღებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ამას ვამჯობინებ ისე full frames. ხო. მაგრამ პორტრეტებში, კონკრეტულად მაკროებში და რაღაცეებში ხო საკმაოდ კარგი გამოდის. კაი, გადავიდეთ ახლა Sony სისტემას. Sony. ხო, აი ამ ჩანთაში ორი სისტემა დევს ერთდროულად, ხო? გავაგრძელოთ, მივყვეთ შემდეგ იმას. ესე იგი Canon-ის კამერიდან გადავერთოთ ახლა Sony-ის კამერაზე. ხო, ნუ ძირითადი სისტემა მე Sony მაქვს, ამიტომ Sony-ს ვიყენებ გადაღების დროს ხოლმე თითქმის სულ. ჩემი ძირითადი კამერა არის ეს არის A7 IV, რომელიც არის საკმაოდ თანამედროვე, საკმაოდ კარგი, იმ გაგებით რომ ერგონომიური არის, მენიუ უკვე ძალიან ჩქარი აქვს წინა მოდელებთან შედარებით. და როგორც იქნა მენიუ რაღაც დაამსგავსეს მენიუს. A7-3 მაგალითად ვერ ვიტანდი მაგის გამო რა, იმიტომ რომ რაღაც სასწაული იყო ის. ძალიან ცუდი ის ქონა მენიუც და თვითონ 8 წვები ღილაკებს და მენიუში რო დადიხარ, ნელა მოძრაობს ძალიან. ამაში ყველაფერი გამოსწორებული არის, ძალიან მიყვარს ეს კამერა მართლა. კი, რაღაცებს უჩივი ხოლმე თვითონ, მაგრამ ვერ მოუძებნე მაინც ესეთი დიდი არგუმენტი, რომლის გამოც ვიტყვი რომ თქვა ცუდია, იმიტომ რომ მართლა შენ შედევრებს ძირითადად ამით. კი, ფოტოები ამით მაქვს ძირითადი გადაღებული ბოლოს, ვიდეოებსაც ამით ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ისინი აქვს კოდეკები. თვითონ ის აი სტილებიც და რაღაცებს პირდაპირ უკვე კამერაში აყენებ, ეგენიც ძალიან კარგი აქვს და შეიძლება ითქვას ძირითადი ფოტო-ვიდეო კამერა არის ჩემი ეს. კაი, მოდი ახლა მთავარი ობიექტივი ხო, ნახოთ. ნუ ამ ჩემ Sony-ზე ყველაზე კარგად მეგობრობს ამასთან ჩემი მთავარი ლინზა, მთავარი ობიექტივი, ეს არის Sigma Sport-ი. ეს არის რო იტყვიან ჩემი მთავარი რაში. ხო, მთავარი იარაღი. ხო. საკმაოდ ძვირიანი ობიექტივი არის ეს. რომელი Sigma? ეს არის Sigma Sport-ი 60-600 მმ. 10x. ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს, ძალიან დიდი დიაპაზონი აქვს. ყველაზე მეტად თამაში ვაფასებ იმას, რომ არის საკმაოდ შარპი, ანუ მკვეთრი არის. გახსნილ დიაფრაგმაზე, მაქსიმალურად გახსნილ დიაფრაგმაზე მკვეთრი. ხო. არ არის დიაპაზონი ის რა ქვია, დიაფრაგმა არ აქვს ძალიან დიდი რა. აი ეწყება, საიდან ეწყება, რას მოხდა. 4-5 არ მაინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ ამით რასაც ვიღებ, იქ თითქმის ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ მოხურო. დავხურო პირიქით F8 გამოვიყენო და ასე შემდეგ, ხო? თან ხო, აი ეხლა ბარემ მკითხო, რომელია ძირითადი დიაფრაგმა, რომელთაც მუშაობ? 8 თუ 11? უფრო 8. 5-6-დან 8-მდე რა. იმიტომ რომ მაინც რასაც ვიღებ, ჭირდება შატერ სპიდიც რო წამოეწიოს. ანუ დაყოვნების სიჩქარეც მაღალი მაინც მჭირდება რაღაც შემთხვევებში რა. იგივე თუნდაც თვარეს ვიღებ და რაღაც, იმიტომ რომ თვარე მოძრაობს. კი, ძალიან სწრაფად. იმის და მიუხედავად რომ მაგ შემთხვევაში გინდა რა ის ცოტა სიჩქარე გინდა და მაგის გამო იწევს დაბალი იმის გამოყენება ხო. ანუ თვარის ფოტოები ძირითადად კი, თვარის ფოტოები ძირითადად ამითია გადაღებული. და 600 მმ ყოფნის. კი. და ბარემ რამდენად გიწევს მოკროპვა პოსტში? ხან კი, ხან არა. გეტყვი რა, ანუ სხვაობა რას მაძლევს სხვაობა. ეხლა მაგალითად აი თბილისის გარემოში და რაღაცა ძალიან ჭირს 600 მმ-ის გამოყენებაც, იმიტომ რომ მაინც ჰაერის აი ეს დაბინძურება არის, ბევრი რაღაცა ფაქტორი არის, იგივე სიმხურვალე მიცის, რომ ანუ ძალიან შორს როცა იღებ, ის სიმკვეთრეს კარგავს. აი გგონია რომ ტელეფონით გადაღებული და ოვერშარპ გაკეთებული ივით არის რა. არა და ოპტიკურად სწორად გაქვს შენ გადაღებული. ანუ შედეგი ოპტიკურად სწორად დადე, მაგრამ იმის გამო რომ ჰაერი არის გახურებული, სიმხურვალის და რაღაცის გამო ეგ ეფექტი აქვს. თითქოს ხელოვნურად არის გაკეთებული რა. მაგრამ როდესაც აი მთებში და იგივე მთვარე როდესაც მთაზე ჩადის და შორს ხარ ისეთსაც სიცივეზე არის მაგალითად გაწმენდილია და ქარიც თუ არის, მაგ შემთხვევაში ძალიან მკვეთრი არის, ძალიან კარგია და 600 მმ მყოფნის. მოკროპვა მიწევს ხოლმე ხანდახან, ოღონდ ყოველთვის არა. თუმცა კროპს
ვიყენებ. ძირითადად ჰორიზონტის გასწორებლად, იმიტომ რომ არის ველზე ხარ უცებ და ამ ლეველერის, ანუ ჰორიზონტის იმას შეიძლება არ შეხედო რა. უცებ გადაიღოთ ან რაღაცა გეჩქარება ან რაღაცა ფრინველი იყოს რაღაცა და მაგ შემთხვევაში მოკროპობა მიწევს. ანუ ფოტოშოპს იყენებ კროპისთვის. ძირითადად კი. არა, ესეთი ჩაკითხვა იყო. ვიცი ატომას კითხე. ხო, კროპისთვის და ნუ ფოტოშოპი ძირითადად Lightroom-ს ვიყენებ ხოთ. ფოტოშოპში ფაქტიურად არ გადავდივარ არასდროს. წონა, იმიტომ რომ არ არის ეს სუბუქი ობიექტივი რა. ძალიან მძიმე არის. და მიშლის, მაგრამ ხო, გიშლის თუ ხელი შემწყობი, ანუ უფრო ესეთი კითხვა უფრო მაგრამ. მიშლის, იმიტომ რომ მაგალითად სამოგზაუროდ რომ მივდივარ, ეს ობიექტივი არ მიიღებს. ვერ დეგავს. კი. მიუხედავად იმისა, რომ დიაპაზონი ძალიან კაი აქვს. ეს სატარებლად ხო, მაგრამ გადაღების დროს გადაღების დროსაც რთულია რა. არა, ნუ რთული არის, იმიტომ რომ რაც მეტი წონა აქვს, უფრო გიჭირს. რაღაცა თითქოს შეიძლება სტაბილურობის შეგრძნება კონდეს, როდესაც მძიმეა, მაგრამ სინამდვილეში პირიქით არის რა, იგივე შტატივზე, სამფეხაზე გაჩერების დროსაც სიმძიმეს მაინც ზედა თავის სიმძიმე არის და ოდნავ ნიავზეც მაინც აქვს რხევა რა. ამიტომ სიმძიმე ამის პრიორიტეტად ვერ ჩაითვლება. ოკეი. კაი, შემდეგი ობიექტივი, რო კიდე გაქვს რაოდენიმე. შემდეგი ობიექტივი ეს არის 115 მმ-იანი Samyang-ი. Samyang-ის 1 და 8, რომელიც ძალიან კარგია საპორტრეტად რა. ამებს უფრო პორტრეტებისთვის ვიყენებ და აი ბოკეს მიღება თუ მინდა, გემრიელი ბოკი აქვს. აი ძალიან გემრიელი ბოკი აქვს. Samyang-ი იგივე Rokinon-ი, ეს კორეული კომპანიაა და საკმაოდ ანუ სანამ შევიძენდი რა თქმა უნდა ჩავატარე პატარა კვლევა და აბა ნამდვილად ის არის თუ არა, რაც მინდა ავტოფოკუსი ნორმალური აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძველი Rokinon-ებს არ აქვს და კაი ავტოფოკუსები და ძირითადად მანუალები იყო ხოლმე, რომ ძალიან სიმკვეთრე აქვს ძალიან კარგი რა. ბოკი ძალიან კარგი აქვს. აბერაციები აქვს თუ ცოტა ძალიან, აი ძალიან ცოტა აქვს. რასაც მე პოსტში მარტივად უშველი აქვს. და აი ბევრჯერ ყოფილა რომ ამით ვიღებდი, არ გამოდიოდა ისეთი მკვეთრი და ეგ დამიყენებია და მაგით გადამიყენებია. თუ მაგალითად ისე დიაპაზონი ყავს, აი 100-დან 200-მდე, 200-მდეც კი მირჩენია რომ ამით გადავიღო და დავკროპო. და სიმკვეთრე ძალიან კარგი აქვს, კი. თან 1 და 8 არის რა. და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს. ოკეი, კიდევ გაქვს რაღაცეები. კი, კიდევ მაქვს. ეს არის ჩემი მაკრო ობიექტივი. აჰა. ეს შევიძინე არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ეს არის შონგუი რაღაცა მოკლედ. ჩინგ-ჩუნგ-ჩანგ რაღაცა. ჩინური ობიექტივი არის. გადამყვანით მაქვს ეს იყო რა მაუნტი აქვს? Canon-ის მაუნტი. Canon-ის EF მაუნტი, ხო? EF მაუნტი არის და გადამყვანით მაქვს Sony-ს რა. ანახე. საკმაოდ სუბუქია, სუპერ მაკრო 4 ნახევარი. 4 ნახევარი 4 ხო, 4-დან 4 ნახევრამდე აქვს. აი ეს არის ამისი ის არის. აი ესეთი პატარა დიაფრაგმა აქვს 2-დან 0-დან 16-მდე. კი ბატონო. 2-დან 0 მაკროზე ალბათ ძალიან რთული გამოსაყენებელია. ეს არის შენებ ხო? 16 კიდე კაი. ძირითადად ვიყენებ ჟონგვი. ხო, 8 არის. 8-ს იყენებ ხო? და მეტი. 8 და მეტი. და 4 ნახევარი X-ი საკმაოდ ახლო არის. ძალიან და 20 მმ-ია ხედვის კუთხე, ანუ ცოტა გაშლილია. გაშლილია, მაგრამ ანუ ცოტა განსხვავებული არის ეს. ანუ სხვებიც მაქვს მაკრო ობიექტივები. ეს არ ღირს ძვირი, სადღაც ალბათ 300-400 ლარი ღირს, შეიძლება ცოტა მეტი. და ანუ შედეგობრივად ძალიან ახლოს მიდიხარ. ძალიან დეტალებში იღებ იმას. და ამ დროს ფართე-კუთხე გაქვს. ფართე-კუთხე არის, კი. და ეგ რო ფართე-კუთხე, აი წეღან რო თქვი 2-დან 0 4 თქმის ვერ გამოიყენებ. აი ზუსტად მეც ეგრე მეგონა რომ ვერ გამოიყენებ. არის რაღაც შემთხვევებში რომ 2 და 800-საც გამოიყენებ. ნუ 2 და ანუ საკმაოდ გამოყენებადი არის, იმიტომ რომ ფართია. ამას ვეძახი ეს ფოტო ის არის ობიექტივი რეალურად. Laowa-ს 45 მმ-იანი არის. ძალიან განსხვავებული ლინზაა ეს რა. ერთი რო რკინა არის სულ, ნახე, ძალიან მძიმეა. ხო, ეს ახლა უფრო მძიმეა, ვიდრე Samyang-ის 45 მმ-იანია, თან როგორც წესი 45 მმ-იანები მძიმეები და დიდები არ არის, მაგრამ მძიმე არის. და არის მიზეზი და ამის მიზეზი დიაფრაგმა ნახე და მიხვდები რაც არის. ამის მიზეზი არის ესე 2 და 0, 1 და 4, 1 და 2 და 0.95. ეგ არის 0.95. დიაფრაგმა აქვს 1-ზე ნაკლები. ეხა მე იცი რა ვიფიქრე. ეს რო აიღო შენ EF მაუნტით. ხო. დააყენო R7-ზე და გექნება 0.65 ან 0.70 რა. ისეთი ობიექტივი, მაგრამ
ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ერთი რომ საკმაოდ ჩქარია, ანუ დიაფრაგმის ნაწილში და მეორე კიდე აქვს, ანუ რაღაცა სინე ეფექტი აქვს. სულ სხვა გამოდის, სულ სხვანაირი ფოტოები გამოდის. აი თითქოს არის აი ადრე ფილმით გადაღებულ ფოტოებს ვადრებთ. ბილი სიმკვეთრე არა აქვს, არ არის მკვეთრი 0.95-ზე, 1 და 4-ის ზემოთ ვიტყვი რომ კი, ოკეი. მანამდე მკვეთრი არ არის, მაგრამ ის სტილი აქვს. დაგვრჩა ერთი ობიექტი. ხო, ესე ძალიან მიყვარს. ეს არის G-Master-ი. მე მგონი ერთადერთი G-Master-ია რაც მაქვს. ხო, ჩანთაში ერთადერთი თან ნახე რა არის 1 2 3 4 5 6 ობიექტივი გაქვს. ხო. და ყველა სხვადასხვა. სხვადასხვა ბრენდია თითქმის ყველა, ხო? ან თითქმის არა, ყველა სხვადასხვა. ყველა სხვადასხვა. სამიანი, Canon, Sigma, რაღაცა. Laowa და ის რაღაცა, რაღაცა. ხო, Laowa და Sony's G-Master-ი. არ დაუკვირვები ვარ მაგას. არის მიზეზი არ ვიცი რა არის. ალბათ რა არის, იცი რომ ანუ ყოველთვის კარგად ვსწავლობ ობიექტივს. ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რომ ეს Sony იყოს ეს Sony და ის სერიებს რო აგროვებენ Sony-ის Canon-ის სერიებს რო. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს რაც მე ვაკეთებ, იქ ყველაზე მეტად რა გაუმადგება. ხო. და ამ შესწავლის დროს, ხო, მათ შორის ყოფილა რომ ბევრი რაღაცა მიყიდია, ექსპერიმენტები ჩამიტარებია და მე გამიყიდია თუ არ მომწონებია რა. და ესენი არის ისინი რომელიც დიდი ხანია მაქვს აბსოლუტურად ყველა ეს შევიძინე არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს მაკრო და ამაზე უკვე ბედნიერი ვარ უკვე ყოფილი ვარ უკვე ჩანთაში დაისადგურა თავისი ადგილი აქვს უკვე მაგას და ეს არის ჩემი wide lens. ეს არის 12-დან 24 მმ-მდე. 12-24. 2 და 8. და ვფიქრობ რომ და მაგით ზირთად დასახლებული დიდი ადგილი უკავია ამას. ამით ვიღებ ხოლმე ტყეში მაგალითად ძალიან კაი გადასაღები არის, ოდესაც აი ქვემოდან ზემოთ ხეებს ძალიან დიდი იმის ჩასვალი და არქიტექტურაზე მახსენდება რამოდენიმე ფოტო. არქიტექტურაზე ძალიან კაი ფოტოს არის, ლინზა არის ეგ არქიტექტურის გადასაღებად. ღამისას მაგალითად ღამისას კარგია, კი. კი, ამით მაქვს გადაღებული ღამისები, ცები, ირმის ნახტომები და რაღაცები. და რომელიმე ლინზას ისურვებდი? გავიხსენებდი მაგალითად და ვისურვებდი, დღეს ვფიქრობდი, რომ თუ მომიწია რამის ყიდვა, მეთქი, ეხლა რას შევიძენდი თქო რა? ანუ ეხლა რომ ესე აი ფული რომ კონდეს? ფული რომ კონდეს, ეხლა რას ვიყიდი თქო პირველი და გამოიცანი რომელი ობიექტივს არ ვიცი, 200. ზუსტად ეგ არის, რაც ამაზე სასწაულად წავიდა. ამაზე და 200 გადაღებული მაქვს. ეს 200 და ძალიან მაგრები არიან ეს და 200 ერთად. 200-ია, ხო? ის მთვარე და არის ერთი მთვარეში რო შეხვედი. მთვარეში რო შევედი, ეგეც 200. ხო, 200 და მეორეა ის წერეთლის მონუმენტი 200-ია. კი, ეს 200-ია, კი ბატონო. ხო და აი რაღაცნაირად, აი ეხლა პირველი რასაც ვფიქრობ, იქნება ალბათ ეგ ლინზა, თქო? 200 თუ შევიძინე, კი. იმიტომ 800 ამაზე უკვე არის 1200 გამოდის რა. დაახლოებით ესე არის, ხო? და 1200 უკვე ჩემთვის ძალიან ექსტრემია და ზოგადად ანუ ფოტოგრაფიული ხედვაც სულ ვამბობ რა მიუხედავად იმისა რომ ვაიდებს ვიღებ რა თქმა უნდა ყველაფერს ხედვა ფოტოგრაფიული მაქვს ტელეფოტო რა ანუ რაღაცას რო უყურებ ტელეფოტო თუ უყურებ და ის მინდა რომ გადავიღო კი ეგ არის ვათაშორის რა აი რომელი ლინზაა შენი რო კითხან მე მაგ ლინზის მიხედვით დადიხარ და ყველაფერს ხედავ ესე რა ეგრე ხედავ მე ვარ ანუ ჩემი ხედვით ვარ სადღაც 400 მმ-იანი ვარ მე და ხო აი ეგ შენს გარშემო ანუ მე ხა ხო ვიღებ რაღაცებს და ანუ ვიდეოზეც გინდა ფოტოზე ეგრევე ან ვიწროვდება ხო არეალი კუთხის ხო აი წავიდად ესე 400-იანი ვარ მე 300-დან 400-მდე ვარ სადღაც ფართოვდები და გადიხარ და აი მოი ბოლო ნაწილი გადაგჭა აი ამ მძიმე ლინზაზე რა შტატივი ხო ნუ ეს მძიმე ლინზა და სხვებიც მძიმეები საკმაოდ კი ცოტა ისეთი მოუქნელი შტატივი არის ჩემი სამფეხას ვიძახი ესე ეს არის მანფროტოს იტალიური შტატივი რომელიც ფეხებს ვიყენებ ოღონდ ამისას მანფროტოს ფეხებს ამისი ჰედი მქონდა სადღაცას შეიძლება მიდევს არ ვიცი იმიტომ რომ მანფროტოს ჰედი არ მყურს ჰედები არ მყურს მანფროტ ვიდეოზე ვიცი რომ ძალიან კაი ჰედები აქვს ხო ვიდეოზე აქვს კარგი ფეხები ძალიან კარგი აქვს ამას იმიტომ რომ ორ ადგილას იხსნება თვითონ შტატივი ძალიან დიდი არის ორ ადგილას იხსნება ძალიან მყარი არის ხო და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ამ ყველაფერს ეს განსაკუთრებით დიდი ლინზები რო დაიჭიროს უნდა იდგეს საკმაოდ მყარად
და მაგ მხრივ ძალიან ასე ვთქვათ კმაყოფის სატარებობ და თავი გაქვს საკმაოდ მძლავრი თავი ჩანს. თავი მქონდა ძირითადად ვიყავდი ბენროს. ხო. ბენრო მქონდა ხოლმე და მე იყო შევიძინე რაღაც სხვა. ეს ამას წინათ ჩავარდა რაღაც ფასდაკლება იყო, ამას ქვია Robust. ესეთი ბრენდი არის. ხო. მანამდე ასე მქონდა გაგონილი რა. მე ხო ანუ შენ გავიგე ხა პირველი. ეს რო თუ შეხედავ არის ძალიან პრემიუმ ხარისხი, ძალიან პრემიუმ ხარისხია. და ამისი მსგავსი ბრენდები რაც არის აი ესეთი მოპირკეთებული მე სახელურებით და რაღაცით ღირს მართლა $1000 ღირს ეს ბოლხედები რა. ეს ეხლა შეიძლება მეტი $1000 არა, მაგრამ $100 ღირს რა ეგეთი ბოლხედები. სოლიდურად გამოიყურება. და ეს ვიყიდე რაღაც ფასდაკლებაში თან ცოტა ისეთი ბრენდი იყო და შეიძლება თქვას გავრისკე. და კმაყოფილი ხარ. აი ძალიან ბედნიერი ვარ ამ. იმიტომ რომ აი რაღაც საკმაოდ ძალიან მყარი არის. საკმაოდ მყარია თავისი აგ გრადუსებიც აქვს. კი. ამაზეც აქვს ლეველერი ზემოთ. და საერთო ჯამში ჰორიზონტის მართლა ძალიან ბედნიერი სორებელიც აქვს. ამან 1-2 წაქცევა განიცადა ბოლხედმა და მეგონა რომ ან ეს არ გატყდეს მეთქი ან რაღაცა თან ისე ცუდ სიტუაციაში, მაგრამ აი საერთო ერთში ამჩნევ რომ ეს ან დავარდნილია ან რაღაც. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო შენი ჩანთა და ერთი ის შემიძლია თქვა რომ აი ამ ჩანთაში დევს ძალიან ბევრი რაღაცა, ოღონდ ყველაფერი სხვადასხვა ბრენდისა. ხო. ან ორი კამერა სხვადასხვა ბრენდის, ობიექტივები სხვადასხვა ბრენდის. ეს, რა ვიცი, ჩემთვის ახლა იმის მანიშნებელია, რომ სულ ეძებ რაღაცას რა, ახალ გზებს, იმისთვის რომ უკეთესი ფოტო გამოვიდეს, რა. ეს ძალიან კაია. და გამოცდილებაც გიგროვდება რაღაცეებში, იმედგაცრუებაც გააქვს აშკარად რა. არის ეს რაღაცები არის იმედგაცრუებული ვარ ხოლმე, მით უმეტეს თუ მაგალითად ძვირს იხდი. ამიტომ ეს გადაცემაც ახლა რეალურად ეს თქვენი პროექტიც ხო, ამაში დაეხმარება ბევრს, რომ შეცდომა არ დაუშვას. უკვე ვიღაცის გატესტილი, უკვე ვიღაცამ რო ნახა, რომ ამას რაღაცა თქვა პრობლემა აქვს, აი deal breakers ეძახიან ამერიკა, აი რაღაცა კონკრეტული შეიძლება ძალიან ყველაფერი კარგი იქონდეს, მაგრამ ერთი გადასართველი ღილაკი იყოს, რომელიც მალე ფუჭდება. და ესეთი deal breaker-ი თუ აქვს რაღაც ან კამერას, ან ობიექტივს, ან დრონს, ამ შემთხვევაში შეიძლება გამოჩნდეს. არის მადლობა გიორგი ძალიან დიდი. ან წარმატებები შენ მომავალ ფოტოებში და რაღაც ინსპირაციები კიდე ახალი ტექნიკიდანაც წამოსული იყოს რა, ახალი შესაძლებლობების. დიდი მადლობა პირიქით თქვენ და ანუ ამ ტექნიკასთან დაკავშირებით და სხვა ყველაფერზეც მე მზად ვარ რომ კითხვებზე თუ რამე იქნება კომენტარებში დაწერენ ალბათ და აუცილებლად ამ ვიდეოს დავაკვირდები ხოლმე ვინმე თუ ისეთი კომენტარს დაწერს აუცილებლად უპასუხებთ ვინმე საინტერესებს კონკრეტულ ნაწილზე ლიზაზე იმაზე მაქსიმალურად ასე ვთქვათ ისები რომ ინფორმაციულად ვაწვდო. აი ხარე მადლობა და თქვენ კიდე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. დროებით. კარგად.